ვებრძვით. მე მაგალითად მგონია, ვებრძვით ფსევდოლიბერალიზმს, რომელიც ჭამს რა ადამიანების შებოჭვას ისახავს მიზნად, რომ თურმე არ შეიძლება თქვა ის, რომ მე ვარ ეს ბედნიერი და ამაყი სახით, რომ მე ვარ მართლმადიდებელი. მალე ამას გვეტყვია, რომ სირცხვილიაო. სიმართლის თქმა გახდება სირცხვილი, მალე თუ ესე გაგრძელდა და ღირებულებების და ფასეულობების მატარებელი თუ ხარ, ეს გახდება სირცხვილი. ეს გონი ასეც არის გარკვეული. პარლამენტში აი ეს ბიჭი რო იყო ის რა ქვია კვერენჩხილაძე. ის აღარ არის მის შესაშვები. იქ იმას უნდა აუგზავნო პარლამენტში და ყველა სამთავრობო დაწესებულება შესვლა და ამას რო გააკეთებ, მერე იტყვიან რომ შენ ზღუდავ გამოხატვის თავი. ცდილობენ არის ეს პროცესი და გარკვეულწილად თუ ეს ასე გაგრძელდა, ხო, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს. ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის, როგორ დააჩმორონ ხელისუფალი. როდესაც მე გოგონა ჟურნალისტი მეუბნება, რომ შენ უუფლებო ხარ, იმიტომ რომ თმენის ვალდებული, მე არსად არ მიწერია თმენის ვალდებულება. მე არ მაქვს ვალდებულება მოვითმინო მოუთმენელი. ეს არსად არ წერია. ვალდებულებები გვაქვს ყველას კორექტულობის, სხვისი პატივისცემის და ინსტიტუტების ნგრევა არავის არ ეპატიება. ასევე ის სტერეოტიპი, რომ ჟურნალისტს აქვს ყველაფრის უფლება, ეს არის არამხოლოდ არასწორი, ეს არსად არ წერია. და ამაზე ლაპარაკი, მარტო ლაპარაკი და საქმეცო, მაგრამ საქმემდე ლაპარაკიც არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ლაპარაკიც სირცხვილია თითქოს ამაზე, გესმით? აი ეს უბედურება ნამდვილად ხდება.